ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა. შემთხვევის დროს ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 6 თვის განმავლობაში იმერეთში 128 ავტოავარია მოხდა. საქართველოს მასშტაბით კი ამ პერიოდში ავტოავარიებს 201 ადამიანი ემსხვერპლა. იმერეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლები და ამჟამად პირობითი მჟავლის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 12 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში განაიყვანეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯანმრთელობისთვის სახიფათო 2 ტონამდე ხორცი, რომელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიაკვლია წყალტუბოს ტერიტორიაზე უკანონო ტრანსპორტირების დროს შეაჩერეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით წყალტუბოს რაიონში უფლებამოსილმა პირებმა შეაჩერეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1900 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო ზედნადებისა და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების პირობების დარღვევით გადაჰქონდა. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, 2 ტონამდე ჯანმრთელობისათვის სახიფათო ხორცი განადგურებულია. საბავშვო ბაღებში მოტყუებით საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს BGM-1-სა და ქართული ხორც პროდუქტების ფერმას მოგებული ჰქონდათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგაბაღების გაერთიანებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგაბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა 2026 წლის მაისში საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა ვახოსანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ. ჟურნალისტი ვახოსანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. ვახოსანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ეს ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრით შეიძლება კონდეს ამ ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს. იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. მე ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი, გასაგები და მკაფიო სლოგანია ბოლომდე. სულ ბოლომდე გამარჯვებამდე. ეს რეჟიმი არის განწირული, იმიტომ რომ შეეჭიდა ისეთ რაღაცებს, აი მაგალითად შეეჭიდა იმას, რაც ვერ მოახერხა კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ, რომ აი აუკრძალოს ადამიანებს ლაპარაკი, აუკრძალოს წერა. ჩვენ მაინც დავწერთ, მაინც ვილაპარაკებთ, მაინც გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი, რომ ჩვენ გამოვთქვათ ჩვენი აზრი. დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ დავწერ, რამდენჯერაც მომესურვება და მოდი მარტივი შეკითხვა დაუსვას თავის თავს ივანიშვილმა. აი რა მიიღო ახლა იმით, მე რომ დამაპატიმრა გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტის სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა ამ საზოგადოებაში. აქ იმისთვის არ ვშარო რომ გამოვიდე და რამე არ დავწერო. აქ იმისთვის ვიჯექი რომ ვწერ და ვლაპარაკობ და კიდევ დავწერ და კიდევ ვილაპარაკებ. მე მგონი ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია იფიქრა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგადად თავისუფალი პროფესიები ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ზოგადად თავისუფლება არ უნდა არსებობდეს. ახლა საფიქრალი
და დილემური გადაწყვეტილებები მისაღები აქვთ იმ ადამიანებს, გვაქვს იმ ადამიანებს, რომლებიც თან ჩვენს პროფესიას ვემსახურებით და ამავე დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა ხელიდან გვეცლება, თავისუფლებას ვკარგავთ, მონობა ხდება ჩვეულებრივი მოვლენა და მეტი წახალისებული. ვახოს აქციელი ამ თვალსაზრისით, ხო, შეიძლება ბევრისთვის წინააღმდეგობრივი იყოს, მაგრამ ცოტა უფრო გრძელვადი ამ პერსპექტივაში თუ გავხედავთ, ან რაიმე პროფესიულ კი არა, რაიმე ეთიკა საერთოდ რა აზრი აქვს, იმ შემთხვევაში თუ კი აღარც ქვეყანა გაქვს, აღარც ის საქმე, რომელიც ძირითად ღირებულებას თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის სამსახური წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებისგან რაიმეს ახალს და მოულოდნელს აღარაფერს ველით იმას, რაზე ჩამოყალიბდება ქართული საზოგადოება, რომლის უკეთ ინფორმირების, ჩამოყალიბებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მობილიზებისთვისაც დამოუკიდებელ ქართულ მედიას ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი და წვლილი და აქვს კიდეც. და ვახო ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენი კოლეგა და მეგობარი არის. ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა საქართველოში სიძულვილის ენა. მე ყველას თხოვე ხა ვინც ტელეეკრანებთან ზის და უყურებს ჩვენ ინტერვიუს. დიტო სამხარაძის გვერდზე შევიდნენ, მოიძიონ მისი გამონათქვამები. უბრალოდ მართლყურში არ არის შესაშვები მათი სახე, ქართული ოცნების სახე, რასაც იწერება, როგორც იგინება, ნახონ გიორგი გამსახურდიას პოსტები. უბრალოდ მის ციტირებას მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ. რაც ხდება პროტესტის მხრიდან, რაც ხდება, ის რაც ხდებოდა საკრებულოს წინ, ეს არის აი ამ ფარისევლობის სიგიჟის გაპროტესტება. ვერ მუშაობს. პირდაპირ გითხრათ, ახლა ვახოსანაიაზე და ისეთ ადამიანებზე, როგორც ვახოა, გიორგი ახობაძე, ეს ვერ იმუშავებს. ბიზნესი იმაშვილი შემიძლია დავაიმედო. ვერ იმუშავებს ბიზნესი შენი მეთოდები. ცნობილი გამონათქვამი რომ მოგიწველ და მეთოდები ნიკანდრო გამორიცხულია რომ თავისუფალ სიტყვას ბიზნესი იმაშვილი მოუგობს. დონ შეგვიძლია დაგვაპატიმრონ, ყველაფერი გაგვიგეთონ, მაგრამ თავისუფლების სურვილი ქართველებში არის ძალიან ძლიერი. ამის სიმბოლოა დღეს ვახოსანაია და გიორგი ახობაძე. დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასაზღვრო პოლიციის ოპერატორს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბათუმში მომხდარ სისხლიან ანგარის სწორებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წელს დაიჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლობის მცდელობისა და ცეცხლსროლი იარაღის მარცხწინააღმდეგო შეძენა შენახვატარებისათვის ძებნილი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს აღნიშნულმა პირმა ცეცხლსროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირების მინაობა მალევე დაადგინეს. ერთ-ერთი მათგანი 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული 5 აგვისტოს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინა კვირას დააკავეს საქმის ფიგურანტი კიდევ ერთი პირი, რომელიც არასრულწლოვანია. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 23 ივლისს ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. წვრთნელმა და კიდევ ერთმა პირმა ნიგერიის მოქალაქე ფიქტიურად გააფორმა საფეხბურთო კლუბ გარდაბანში. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს საფეხბურთო კლუბ გარდაბნის მწვრთნელმა საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს. ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს $3000 ამერიკული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
The club Gadabani is training in Gustavo. Gadabani. The name of Gadabani FC. Oh, okay. We need to get this as a contract for him to get his ID card. Their business you bring to club. So the contract is, like you said, 6 months. No, I told you already. If you want to pay for to make it 1 year, it's your business. I told you the other time. I don't know. You talk about 3,000, 3,005. If you want the contract to be into next year, we are talking about 4,000 plus, which we discussed the last $4,000. If it's okay for you, before you, the lawyer will put in the document. Yes. Do we have a pen? No, this is professional. You make this pen. This is signature. If you don't want your signature, anybody to fake out. So you patent it? Yes, you do it. Government will do it for you. And you never tell me how much you want to give me for my work. But nobody. Make me see that. So 3,000 USD as we discussed. Yeah, so you can come from. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო ინვენტარი და მასალები დანაშაული 20 წლამდე, ანუ უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების შემო ჰქონდათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გამოვლინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 113 გრამი 153,817 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ზოდები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისელი ტყუის მსროლელი იოანე ხვარეშია 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისელმა ტყუის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ ბრწყინვალე დიასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალურ ეტაპზე 241 ქულა დააგროვა, რაც ოქროს მედლის მომტანი აღმოჩნდა. ვერცხლის მედალი თურქმა ფარეტინ ჯან ერმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი სერბი უროშ გაჯიჩი გახდა. ქუთაის 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ევროპის სპორტის ქალაქი 2027 სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასათვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით. ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა. დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემზე 4 დღე უწყლოდ და საკვების გარეშე იყვნენ. ევროპაში მოხვედრის მსურველებს შორის 20 წლის ორსულიც იყო. როგორც მეზღვაური ყვება, 22-მა გემმა ჩაიარა სუდანელი მიგრანტების სიახლოვეს, მაგრამ არავინ დაეხმარა. სამაშველო ოპერაციას თავად დავით ფანცულაია ხელმძღვანელობდა. დღეს ჩემმა გემმა მათ სიცოცხლე დაუბრუნა, წერს ქართველი მეზღვაური, რომლის გმირობამაც 36 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მოგვივიდა შეტყობინება დაახლოებით კოორდინატები თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ბევრმა აუარა გვერდი, რეაგირება არ ჰქონიათ. ამჟამად გემზე ვარ მე, 1 ქართველი, 2 უკრაინელი და 18 ფილიპინელი. შემდეგ წოდებიდან გამომდინარე სამძებრო გადასარჩენი ოპერაციების მთავარ პირს მომიწია სამაშველო კატარღაზე დაჯდომა. გემი გავაჩერეთ სადღაც მილნახევარში. იარაღი არ ჰქონდათ, მიუახლოვდით
ფერი ჰქონდათ დაკარგული. ეგრევე წყალი მივეცი და გემამდე მოვიყვანე, რის შემდეგაც გემზე ამოვიყვანეთ და ვაჭამეთ. დავაბინავეთ და რაც შეგვეძლო ტანისამოსი მივეცით. ერთი ფეხმძიმე გოგო მოვიყვანე სამედიცინო ოთახში და ახლაც იქ არის. სამხრეთ სუდანიდან წამოვიდნენ, ლიბიიდან უნდოდათ ევროპაში მოხვედრა.